მოგესალმებით, თითოეულ თქვენთანაც. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერდი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. ძალიან დიდი ხანია არ მქონია რუბრიკა რა იყო, რა არის და რა იქნება ლენორმანით და უცბად გადავწყვიტე, რომ გავაკეთო ლენორმანზე გაშლა. რა იყო, რა არის, რა იქნება. მანამდე სანამ ესე რომ ვთქვათ, დავამუშავებ დასტას, მინდა გითხრათ, რომ აქციები კვლავ ძალაში არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს აქციები და თქვენთვის სასურველი დიაგნოსტიკა გააკეთოთ, ან უბრალოდ რაღაც სასურველ კითხვაზე მიიღოთ პასუხები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხშირად ვწერე, რომ კითხვები კიდე არას პრინციპით იშლება თუ არა, გეტყვით, რომ არა, კიდე არას პრინციპით არ ვშლი, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გააქცეთ სწორი და ზუსტი პასუხი, რაც შეიძლება ჩაშლილად ყველაფერთან მიმართებაში, რომ იყოთ ინფორმირებული, ხო, რაც გაინტერესებთ, რომ მიიღოთ, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს აქცია და ამ აქციის ღირებულება არის 20 ლარი მხოლოდ და მხოლოდ. კარგით, მოდით დავიწყოთ ახლა, დიდხანს რო არ გავწელოთ, ნახოთ ვინ მოვა ჩვენთან, კი არა და ვინ გიპოვოთ ჯერ თქვენ და რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, რა იყო, რა ხდება და რა იქნება, მერე გავარკვიოთ, ჯერ გიპოვოთ თქვენ. უკვე გადამოვიწყდა, როგორ ვაკეთებდი თქვენი გაშლასაც კი ამ ლენორმანით. რა ხდება თქვენ, როგორც იქნა მამაკაცი ამოვიდა და იქვე ხართ თქვენც. ერთმანეთს აშკარად უყურებთ. ეხლა ესე ვიტყვი, რომ აქ სიტუაცია არის, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება თქვენს ცხოვრებაში. ერთმანეთს უყურებთ, ერთმანეთთან გაქვთ კომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, რაღაც ესე მომდის ინფორმაცია, ხართ ურთიერთობაში თქოს. მაგრამ ძალიან ბევრი, რა ვიტყვიან, გადასალახი მდგომარეობა გაქვთ ერთმანეთთან მიმართებაში, შეიძლება გარშემოყოფებთან მიმართებაში, ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ გრძნობები არის, ერთმანეთის მიმართ სიყვარულიც არის და ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, ხო, ორი ადამიანი უბრალოდ ერთმანეთისთვის არის შექმნილი, მაგრამ რაღაც არის მაინც თქვენს ურთიერთობაში ისეთი მომენტი, რომელიც არის გადასალახი, რომელიც უნდა დაძლიოთ, რომელიც უნდა მიიღოთ, თქვათ, გადაწყვეტილებები, ხო, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანიც გაკვირდებათ, თქვენც რაღაცა ხართ ემოციებში. კარგით, ნახოთ, რა იყო თქვენს ურთიერთობაში. ნახოთ, რა იყო. არ ვიცი რა ხდება. რა არის ახლა ამ ეტაპზე? და რა იქნება? თქვენ შორის რომ სიყვარული არის, ნამდვილად არის. ეხლა ნახეთ, დავიწყოთ იქიდან, რა იყო თქვენ შორის. მე გეტყვით, რომ აქ როგორც თქვი, რომ ურთიერთობა არის თქვენი ურთიერთობა, თუ ვინმე უყურებს წასულ პარტნიორთან მიმართებაში, გეტყვით, რომ აქ წასულ პარტნიორთან მიმართებაში უფრო არ არის. ეს უკვე დაბრუნებული პარტნიორი არის, შეიძლება დაბრუნდა, შეიძლება ურთიერთობა არის, რომელშიც რაღაცა ბევრი ესეთი მდგომარეობა იყო. რა იყო თქვენ შორის? ნახეთ, რა იყო. აქ როგორც ჩანს, ორივე ადამიანს რაღაცა ბევრი ნიუანსი გაქვთ გავლილი ცალ-ცალკე, მე არ ვიტყვი, რომ ერთად, მაგრამ თითქოს თქვენი ცხოვრება რაღაცა ერთმანეთის ცხოვრებას ძალიან გავს. ძალიან ბევრი ესეთი ადამიანის მithქვა-მოთქმის მომენტიც იყო, რომ თქვათ არ ხართ შესაფერისები, ან კიდევ გქონდათ ისეთი მომენტები, რომ შიშების მდგომარეობა, რომ
იგივე პრობლემას წინაშე არ დადგეთ, იგივე სიტუაცია არ გაიმეოროთ, როგორც თქვათ, დაუშვით რაღაცა სიტუაციურად, ხო? აი თქვენს ურთიერთობაში იყო ძალიან ბევრი ენების მომენტიც, ნახეთ, შეიძლება განიხილავდით ვინმესთან და რჩევების მომენტი ქონდა თქვენ ურთიერთობას და აქედან გამომდინარე რაღაცა გაგიჩნდათ, რომ ვინმე რამეს ხო არ თქვათ, სწორად მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანს საერთოდ დაუკავშირეთ ურთიერთობა, მაგრამ ამავდროულად რაღაცა სიახლე არის ეს ადამიანი თქვენთვის, ხო? რაღაცა სიახლე იყო ეს ადამიანი. თითქოს როგორი მომენტი ისახება, იცით, რომ მანამდე თქვენ და თქვენი გავლილი ცხოვრების მდგომარეობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად რადიკალური ადამიანი ზოგს დაუბრუნდა, ზოგს შეხვდა, ხო? აი რაღაცა თუ კი რამე ტკივილები ქონდათ, ემოციები ქონდათ, თავზე დამხობა ქონდათ, სიტუაციების, რომ აი აღარ მინდა საერთოდ ურთიერთობა, აი ეს ადამიანი აბსოლუტურად რო იტყვენ რადიკალურად სხვანაირი შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში. ასე რომ აი რაღაცა ახალი ეტაპის მდგომარეობა წამოვიდა ამ ადამიანთან მიმართებაში, ესე რომ ვთქვათ. დღესდღეობით რა ხდება? დღესდღეობით აი ნახეთ, თითქოს გაანალიზეთ და გააქვთ ის მომენტი, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები ერთმანეთისთვის, რომლებმაც უნდა ახალი ეპოქა შექმნან თავიანთი ცხოვრების, ხო? თქვენ თვლით ამას და ისიც ამას თვლის. თვლით, რომ უნდა გაარღვიოთ და გახსნათ ყველა ის ზღუდე, რომელიც თქვენ გიქმნით ურთიერთობაში რაღაცა პრობლემას. რა ხდება? აი თითქოს იწყება პერიოდი, რომელიც დავხურეთ ყველა წიგნი, დავხურეთ ყველა გარჩევა, დავხურეთ ყველა ადამიანთან, ამ ადამიანზე საუბარი იქნება თუ აბსოლუტურად რაც არ უნდა იყოს, აი ვხურავთ და ვიწყებთ ახალ ეტაპს ამ ადამიანთან ერთად, ხო? აი რაღაც ეს მომენტი მოდის. ახალი ყველანაირი ჩარჩოების გარეშე და აი გამოსავლის ძებნაც არის, შეიძლება ითქვას აქ სიტუაციურად, იმიტომ რომ კიდევ არიან ადამიანები, ნახეთ, შიში იმის, რომ ვინმე კიდევ არ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც არასწორად იმოქმედებს ამ ურთიერთობაზე, არასწორ ინფორმაციას მიაწვდის. რაღაცა არის აქ ადამიანების მომენტი, რომლებიც თქვათ, შეიძლება აკვირდებიან, შორდნენ, აბა ეხა როგორ იქნება ეს სიტუაცია, ხო? აი რაღაც ეს მდგომარეობა ისახება დღესდღეობით თქვენს ურთიერთობაში. უბრალოდ პატარა შიშები იმის, რომ არ შეცდეთ და ვინმე არ თქვას რაიმე თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. თუმცა როგორც ასეთი, აი თქვენც მზად ხართ იმისთვის, რომ გაარღვიოთ ყველაფერი და ისიც მზად არის იმისთვის, რომ ახალი ურთიერთობა, ახალი ახლებური ურთიერთობა გქონდეს თქვენთან მიმართებაში. რა იქნება? აი ზუსტად ის, რასაც დღესდღეობით თქვენ ერთმანეთთან რო იტყვენ დაალაგებთ და ერთმანეთთან ააწყობთ, ხო? აი ზუსტად იმ სიტუაციის დადებით მხარეს მიიღებთ მხოლოდ და მხოლოდ. იქნება სიმშვიდე, სიწყნარე, ახალი ემოციები, ახალი ეტაპები. ნახეთ, სიმშვიდე, სიწყნარე და ახალი ემოციები ცოტა ახლა შეიძლება გაუკვირდეთ, ხო? თქვენ გექნებათ ძალიან დადებითი ემოციები, მაგრამ ძალიან მშვიდად იგრძნობთ ამ ადამიანთან თავს. ეს ადამიანის და თქვენს, აი რო იტყვიან, შეძლებთ გადალახოთ ყველაფერი, გადააფასოთ ყველაფერი და ერთობლივად მიიღოთ ის შედეგი, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და აი თქვენთვის არის მნიშვნელოვანი ზუსტად ის სიყვარული, რომელიც გაკავშირებს. აი იცით როგორი მომენტია, თითქოს აქ ორი ადამიანი თავთავისი გამოცდილებებით, თავთავისი ცხოვრების რაღაცა გავლილი გზებით შეხვდნენ ერთმანეთს და უკვე გაზრდილები არიან, უკვე იციან რა უნდათ და აი მიუხედავად ბევრი თუნდაც ფიქრის დონეზე, ნახეთ, შეიძლება რაღაც მომენტში იყოს ისიც რა მომენტი, რომ აი რა იყოში
თქვენ ფიქრობდით რაღაც მომენტში, რომ აი რაღაც ვიღაც არის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, ის როგორ იქნება, ეს როგორ იქნება, ის კიდევ თავიდან დამემხოს, ახლა თავიდან ამის აშენება, აწყობა და ერთმანეთთან რაღაცა ის მომენტები გქონდათ, მაგრამ იმდენად ისეთი ემოციური ურთიერთობა გაქვთ თქვენ, შეიძლება ხშირად გიფიქრიათ და გქონიათ ის შეგრძნება, რომ კი, მაგრამ როგორ შეძლო ამ ადამიანმა ჩემი რაღაცა საოცრად გარდაქმნა ხო საოცარი ცხოვრების ან დანახება სამყაროსი აბსოლუტურად სხვა თვალით ხო და ნამდვილად კარგი მომავალი გელოდებათ ესე ვიტყოდი შეძლებთ ორივე რომ გადალახოთ ეს შიშები დღესდღეობით რაც არის და თქვენი ურთიერთობა იმ სიყვარულის მდგომარეობით მოხდეს გაგრძელდეს ხო აი თქვენ ხართ იმისთვის მზად რომ აი ყველაფერი დახუროთ აბსოლუტურად ყველაფერი დახუროთ და თქვენ ურთიერთობას უფრო მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა მისცეთ, აქ ბევრისთვის გათამაშეთ, ანუ იქნება ის მომენტიც, რომ შექმნით ოჯახს და თქვენ ახალ ისტორიას დაწერთ ურთიერთობისას, რომელიც იქნება თქვენთვისაც რაღაცა ბედნიერების მომტანი და მისთვისაც ბედნიერების მომტანი, ხო? ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობის მდგომარეობა ისახება. აი თქვენ ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ისე გაქვთ ცხოვრება გავლილი თქვენს და მასაც, რომ აი ერთმანეთისთვის სამყაროსგან ხართ საჩუქარი, ესე რომ ვთქვათ. თუ ეს უკვე წასული ადამიანის დაბრუნების მდგომარეობა, ნუ იქაც ხო რა თქმა უნდა ის მომენტია, რომ იქ უკვე დაასრულეთ მორჩა ხო და დაბრუნდა ადამიანი, მაგრამ დაბრუნდა უკვე გაანალიზებული, გააზრებული, ჩამოყალიბებული იცი სად მიდის რა უნდა და როგორ უნდა ხო თუ ახალი ადამიანია მით უმეტეს ცალ-ცალკე თუ გაქვთ გავლილი მდგომარეობა მით უფრო რაღაცა ერთმანეთისთვის ცხოვრებაში აი კარგად გაქვთ გავლილი თქვენი მდგომარეობები და თქვენი კარმა შეიძლება ისე თქვას და მასაც ესევე აქვს გავლილი და ერთმანეთს შეგახვედათ სამყარო იმისთვის რომ იდეალური სიმშვიდის და იდეალური ურთიერთობის, ნუ იდეალური არ არსებობს როგორც ასეთი, მაგრამ ნუ იდეალურთან მიახლოებული ხო ერთმანეთის რუნვისთვის გააგრძელოთ ცხოვრება. ასე რომ გილოცავთ, ვისთანაც იქნება ის მომენტი, რომ დაოჯახდებით, ძალიან კარგი იქნება, ძალიან სასიამოვნო იქნება. და ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს და გქონოდეთ ზუსტად ისეთი ემოციები, ზუსტად ისეთი სულიერი მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის არის ბედნიერების და სიხარულის მომნიჭებელი. წარმატებები თითოეულ თქვენთაგანს.